Hello, სასტავი მოგესალმებით მეგობრებო. 7 თვიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდებით დათასულების რეაქტით. მეხუთე სეზონის მე-6 სერია მაქვს დასარეკტი, ანუ 5-ის 5-ზე ვართ გაჩერებული და ვიცი რომ 7 თუ 6 სერია მაქვს დაგროვილი წინ და ყოველდღიურად ამ ვიდეოს მე ყოველდღიურად თითო სერიას დავარეკეთ. სანაკურებელს დაიწყებდეთ. და ლაიქით გამოიწერეთ არხი და ვნახოთ. სერიალში გამოყენებულია სიტყვები, რომლებიც შესაძლოა შეუფერებელი იყოს გარკვეული ასაკის აუდიტორიისთვის. მე გაგამთხილეთ. ხო, გადავხედე წინა кайხანი არ მიყურებია და კიდე кай ისიც იყო წინა სეზონებში რა მოხდა, წინა სერიებში რა მოხდა და ის ვიდეო ვნახე, ნუ რეაქტის გარეშე გავატარეთ და 5-ის მერე 5 და 6 ვაგრძელებ ხა და მაინტერესებს რა ხდება. დამშვიდი. წინა სერიებში აქაც გვაქვს. თუ საჭიროებას არ შეთქმნი, არც ჩვენ გატკენთ. შენი ხმარგები. ხო, ეგ მომენტი როგორც გავიგე იყო სპეციალ სერიაში, რომელიც არ მაქვს დარეაქტებული და ნუ თქვენ ანახილებთ დიდი ალბათობით. ხე რა ხდება? კიდე ერთი მოიყვანეს ბიჭო. რა უნდა ჩვენგან? ხო, სპეციალ სერიიდან. გაიოზი. მე ტრაქტორა ვაცმა. ტრაქტორა. ეს გია ცალყვერაშვილი, ოღონდ გვარი აქვს ეგეთი მიმიხვდი. そしてキラキラのメイド服も足させてくれ。1 2 და 3 რაკენი ბიჭოეს. ტოკიოში ხალხი ამტკიცებს, რომ თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოემხოთ. გამარჯობა, მე შუტელი ვარ, ყლაპიაშვილი. მე გია ცალყვერაშვილი. ოღონდ გვარია ესეთი. თარსულა, ფუჭანა ჭუჭულიკიძის ხო, ეგ ცალყვერაშვილის ის იყო მგონი, არის მგონი, ჩანაცვლებული რობოტების. ფუჭა. ეგ რას ნიშნავს? იმას, რომ თარსულაში მივდივართ. სუწუწანზე მკიდია ბორიამ რა თქვა. ასე დაიბარა იმ კაცმა მოიხმარონ ორივე ძმამო. არ გავაკიდინებ, რას დაიწყო, გიაჭირდება? ხო, სიო. მე რაში მაინტერესებს? ხო და თუ ეგრეა, აგერ ჩემთვის ბევრი ფული აქვს და მე თვითონ ვიყიდი. მოერიდება ჩემთვის ფულის გამორთმევა არა ისა. ზუსტადაც, ეგ გამაკლია, დევი ჯამპლეტიაშვილს მამის დანაბარებს გადავაბიჯო. ჯემალი, როგორ ახარაბა? პოლიკარპე, არ დამიწყო ახლა არაფერი. მამა ჩემმა, მე და ჩემ ძმას ერთი სახლი დაგვიტოვა და ამას გაყიდვა მოუნდა. ვერ გავაყიდინებ. წადი დღეს და ნახე რა სახლკარია. მანდ გავიზარდე მე. მაგის გაყიდვა არ იქნება. ვა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უყურებთ? კარგია, ჩაუჯდები. წადი შენ და მიწანახე. აუ, ბიჭო, გაიოზი უნდა გვეძებნა დღეს და თქვენ ნახევარია უკვე ვერ ვახერხებთ. რობოტოს, კაი, გაუგზავნე პაჭოს და ჭახანას მესიჯები და უთხარი რომ ძებნა ხვალისთვის გადავდოთქო. ჩვენ კიდე წავიდეთ ერთი ეს მამა ჩემის სახლკარი ვნახოთ. კარგი, მესიჯები დაგზავნილია. რა მაგარი. ავალე რაც გინდა, გაიოზი ბარაბერში გამოგადგებოდა. ეგ ფრიქვი. ბაზარიანა. ხოდა იმას ვიძახი ჩემი ძმა, რომ ასე არაფერი არ გამოიწმა. რევოლუცია საჭირო ძმა. კაი ტრაქტორა, მორჩი. მაგრამ რაზე დავფიქრდი, იცი? მე მგონი არ არიან ეგენი გეები ძმა. აი, რო დავფიქრდი ძმა, ინტერნეტის ნახევარი ბოტები, გენერირებულია, გაყალბებულია. ხო, ნაღდი უსაფრთხოების შიშია, მაგრამ თან სპეკულაციურია, რომ ზოგჯერ ამბობენ. შენა გაიოს. იცი, ამას ტრაქტორას რატო ეძახიან? რატო? იმიტომ რომ twins ხნავს. ხო, შენ წმენად იყავ, მან რა. კაროჩე, არ მეყოლა ჩემი საჭმელი და შენ კიდე სულ ბაზრობდა და ნარჭამ. და დღეიდან შენი თებში ჩემია. შევინ ხარ ძმა? მე გელა ვარ, სამყვერაშვილი. მოშენილი პოეტი და აკავრობის უფროსი. მინდა შენ უფროსად მიხარია. განგებამ დამნიშნა. რაო ბიჭო? რა მქვიაო? გელა მეთქი, გვარი? გოსდავეცი? სამყვერაშვილი. შენ მოგიწევდეთ ის ტრაქსა. რა ხდება, ჩემი დედაჭე? ხუბი არ ის ცალყვერაშვილია და გაუწყდავა რა. გიგონეთქო, მაგრამ შეუგნებელი ხალხი ხარ, ჩემი დედაჭე. მიჟი. იჩხუბეთ ბიჭო. მეკითხება რა გვარი ხარო და სამყვერაშვილი თქო და შემაგინა. რატო შეაგინე ჩემი დედაჭე? მე გია ვარ ცალყვერაშვილი. და ეს სამყვერაშვილი მოვიდა და ჩემს მეგობარს საჭმელს ახევს. ამის მეგობარი როდის მერე გავხდი მე? აქ ვერ გაჩხუბებთ ბიჭო, მაგრამ მაგარი იდეა მომივიდა ჩემი უმორს რო თქვენ ხორივე პოეტები ხართ. მე პოეტი ვარ ძმაო.
მე პოეტებს ჯამ, მე პოეტებს ვანადგურებ. მაგრამ ეს პიროვნება არის პიტალო. პიტალოს გაჭმევ და მაგ ტყვის მიგაჩვევ. აუ რა მაგრადან მევასება ეს პოეტი ხალხი. არც მე ხო და 5 საათს გაძლევთ რომ თქვენი ლექსი წაიკითხოთ. ჟიური იქნება თქვენი რაული ყარაყაული ჩემი. ამიყვანეთ აქედან. გივი სამყვირაშვილი, გელა სამყვირაშვილის წინააღმდეგ. 1 2 და 3 როგორ მევასება ბიჭო რესტორნებს რო ლიფტი აქვთ რა რაღაცნაირად აი ლაქშერი და ფუფუნება მოდის. ალო? ნემაილ კაკაჩია ხარ? კი მე ვარ შენ რომელი ხარ? მე რომელი ვარ მაგას მნიშვნელობა არა აქვს ბიჭო. ტოკიოში ხართ დაბარებული, შენ და ის ორი ყია კიდე. ვინ ორი ყგაცო? აი ერთი სირსახიანი რო გყავთ და მეორე კიდე ის რაზვალი რო აქვს თვალებში. ხოდა თქვენი ნებით წამოხვალთ თუ უნდა გამადიშინოთ თავები. 1 2 და 3 მომისმინე ბიჭო შენნაირებს დაურეკავთ ტელეფონზე ჩემთვის. ახლა საკეიფოდ მივდივარ და სულ არ მედარდება არჩენი ტოკიო და არც ყაბარდო ბალყარეთი თუ საიდანაც რეკავ. ვინ იყო ბიჭო? მე მგონი დაგვინძრა ბიჭო იაპონიიდან რეკავდნენ დაბარებული ხართ შენც და ის ორი ყეცო. დაგვინძრა? რა დაგვინძრა ბიჭო გადაბუგავს უყველას ჩემი დედამო. ზუსტად შენი ბრალია შელ თვალრაზვალიანო. რა ამბავი აწია აბა ერთი გაიხსენე იაპონიაში. რა ვწიე კაცო? რა და ხომალდით რომ დაეცი თავზე იმ იაპონელ გოგოს დაგავიწყდა და მერე რომ რამდენიმე შენობას მოესიყვარულე და ჩამოამხედა აბუღე და დააბუღე მთელი ქალაქი გახსოვს? ბავშვებიდან მანქანაზე ვზივარო ჩემი დედაო ესაო ისაო და გადაწვას უყველაფერი. გამომიხვედი ახლა მამა ბატკანის აბრამი შენ არ იყავი მთელი პლანეტა რო გადაბუგე. მამა ბატკანის აბრამი. გადაატარე კაციშვილი არ დატოვე ცოცხალი ძმაო. ხო მამა ბატკანის აბრამი კი ვაი შენს პატრონს. ეგ პლანეტა იმიტომ გადაბუგე რომ ჩვენი დარბევა უნდათ და დახოცვა უნდათ. კაი ემაილ რა ჩვენი დარბევა იმიტომ უნდათ რომ ვიღაცამ დედაზე დააგინა და შეგვეწერა სამივეს. მე რა ვიცოდი კაცო თავზე თუთებში დაფყურებდა ვანგავარ. სასტრაფოდ რაღაც გვაქვს მოსაფიქრებელი რა. იციან ანუ ჩვენ რომ ვიყავით და დაგვეძებენ. ფუ ჩემი აი ხო ვიძახდი ბიჭო რა ხო ვიძახდი ბიჭო სახლიდან გასვლის წინ შეიტენე ის 4-იანი ტრაქში. იგდოს იარაღი იქნება რაში დაგჭირდეს. კაი ბიჭო ნუ ნერვიულო. 1 2 და 3 არაფერს არ ნერვიულობ მე ძალიან წყნარად ვარ. რამე მეტყობა ნერვიულებულის ქალბატონო. რიგზია. ამოვედით მგონი პენტჰაუსში და ვიკეიფოთ. მერე მოვიფიქრებთ რა ვქნათ. ოპა. ხელები მაღლა აწიე. იაპონიაში მივდივართ ბატონებო. ოპა. მე-18 საათზე დახვდნენ ბრატ. და რა ხდება? ეს რა ჩემი ჩუმბა ჩამბა. ამის გამო ხო წავენ მამა ჩემი და ბიძა ჩემი ერთმანეთს? ვასკალერი სახლს და აღარ ყავს, თუმცა მიწა მაინც ფასობს. მარკეტზე ღირებულება საშუალოდ $20,000 იქნება. აუ შენ მართლა რა გამოსადეგი რაღაცა ხარ? გაიოზის პოვნის მერე ჯარში გიპირებდი ჩაბარებას, მაგრამ დავფიქრდები. შეიძლება შინაურ ტოსტერად დაგიტოვო. მადლობა. დიდი პატივია. აი წავედით აქედან. ბიძა ჩემს ამ მიწის გამო $20,000 არ მივცემ. ჰაი, თქვენც აქ ცხოვრობთ? ცხოვრობ რა, ისა. დაევასაო ეჭველი. ხო არ ვიყიდო ეს მიწა და სახლი და მაგრად მოვხოდო რა. რამე სარეივე სივრცე რომ მოვაწყო. ვა, ამას აქში ეგეთ თემებში თუ ხარ? ვაუ, მეც ახალი გადმოსული ვარ და ჯერ არავის ვიცნობ. საიდან გადმოხვედი შენ? თბილისიდან. მამა ჩემს საცავებზე გადაეკეტა და შენ საიდან ხარ? მე აქედან, მაგრამ ხუაზე ხარ თელი მსოფლიო მაქვს მოლი დაჟე კოსმოსებშიც ნამყოფი ვარ, მაგრამ ისე ხო თარსულადან ვარ. ჯოჯოხეციც. როგორი ხალხი აქეთ არიან კაი ტიპები? გაგაცნობ თუ გინდა რა პრობლემაა? ეს აგერ ჩემი რობოტია რა. რობოტოს ჩაიწერე, ხვალ გამახსენე რომ შენი სახელი? დირე. გამახსენე რომ დირეს აკაურები გავაცნო. დღესაც სიამოვნებით, მაგრამ არ მცალია რა. ეს სახლი მაქვს ათრევი და მერე რგოლების სტატუების გასაკეთებლად მივდივარ. სერიოზულად? არა, სერიოზულად. ხუმრობ, გოიმიკი არ ვარ. კაი მაშინ. ნახავ. თუ ამ ჭახანას ხო არაფერში არ უნდა დაუჯერო რა. ერგოლები ჭრის, ძმა, ჭრის არა კეცავს კიდე. მაგრამ რა მაგარი გოგო გავიცანი ბიჭო. ეს სახლი უეჭველი უნდა დავითრიო, რომ გადავეკვეთო ხოლმე.
მოკლედ ძმაო, ესეთი ამბავია რა. მანქანა სულ ზეთი აკლია. ამ თვეში უკვე 10 ჯერ გამოუცვალე რა. ვერ გავიგე რა ჭირს. ყველა მეუბნება მანქანას პრობლემა არ აქვს. მე ამის მეტი, რა ვიცი. მოდი, აწევ მანქანას და შევხედოთ. მე ვფიქრობ, შავი ხურელი ხო არ იქნება თქო. გია, ჩაიჯვი. გია, აყრია უჩო. უნდა ჩაიჯვი. წადი ახლა და როგორ იქნება ისე გამოიცვალე. აბა, ავწიო. მანქანას დედაქვს მოხიზვა. მანქანას დედაქვს მოხიზვა. მე რომ ცოტა დაკის ამბავი დამხდებოდა ვაფშე არ მოკიდებდი ხეს. და რა ჭირს? ვაი, მე არ იცის. პრინციპში რო უყურებ, არც არაფერი. კაი რა არაფერი. ხო გეუბნები მეათეთ შეუცვალე ზეთი მანქანას და ეხლა ისევ ამინთო. მაშინ ზეთი რაცაა დარჩენილი, იქ ჩამოუშვათ. ჩავოსხათ ახალი და დავაკვირდეთ. აუ თან გაციებული ვარ იმენა. ზეთიც წამოვიდა დავილოდოთ. ისე ამას წინათ ერთი ნაშა მოვიდა რა. შეუცვალე ყველაფერი. თან გადავყევი და უცებ ბიჭო, არ მეუბნება, ფული არ ამაქვსო. მეთქი შენ მოგიწოდეს. შენ მოგიწოდეს ის რა. რას გვიეს მაო, ფული თუ არა გაქვს. აქ რას მოდიოდი მეთქი. მაგრამ მე ქალბატონმა სხვა რამით რო გადაგიხადოთო და მეთქი. ერთი წუთი? რატოს? ეს ხო რობოტია. გია. რას აკეთებ ბოდიშვილი ვიყო? ვუი, გეთქვა ძმაო. ამდენი ხანია მანქანას ზეთი აკლია. სულ შევსვავდი ბიჭო? ვუი. ხო გითხარი რობოტია ბრატ. წამოხვალთ და ციხეს ჩაჯდებით. სხვა შემთხვევაში სროლა მომიწევს. მოჯვი. და მეც რა თესლად უთხარი მეთქი, აქაური კი არა კოსმოსები მაგადაპობილი. აი თვალებში შევატყვე რომ დავევასე რა. ხო, რავი, სადავო ამბავია ეგ. ზოგ სულ არ ევასება მარიაჟა ტიპები. თან იმის ალბათობა რომ შენი კოსმოსში ყოფნის ჯერა დაბალია. რობოტოს გულწრფელობის მაჩვენებელი რამდენ პროცენტზე გაქვს? 85-ზე? დაწიე მოდი 0-ზე. მაგრამ ისე დებილი ვარ რა, ინსტაგრამი მაინც მეკითხა. სახის მიხედვით ვეძებ ბაზაში? ოპა. მირია ინსტაგრამზე თողონდ 3 რითი. დაგიშიარებ პროფილს. რობოტოს, ბრავო! სულ უფრო და უფრო ამკიცებ შენ გამოსადეგა რომ ნუ კაი როჟა ხარ რა. დირე გაიჩითა ბიჭო. დროზე დავიმალოთ. რატომ ვიმალებით? რა ვიცი მე, ჩაიწუწკე. სად მიდის ნეტა? არა. გაიაზრდა. ბიჭო. გაიაზრდა ბაჭოს. ეს აშტიშნავს. რობოტოს რას ფიქრობ? ყველაფერი რიგზეა, სანერვიულო არაფერია. ალბათ ისე იცნობს შემთხვევით. რობოტოს გულწრფელობა 100%-ზე აწიე. ბაჭო ნაშა დაგახიარა. ამას ასე არ დავტოვებ. ბეშკენ სასწორკანიშვილი ვარ და მე ვიქნები ამ დღევანდელი საღამოს წარდგენი. ჩვენი პოეტები იქნებიან გია ცალყვერაშვილი და გელა სამყვერაშვილი. ისინი დღეს ერთმანეთს სულში ჩააფურთხებენ და ერთმანეთ პოეტურად აგინებენ რაღაცებს. მე მინდა ისინი სცენაზე მოვიხმო, თხოვთ მეგობრებო, რომ ამოცუნცულდეთ სცენაზე. მე კი მანამდე პატივი მაქვს წარგიგინოთ ჩვენი დღევანდელი კომპეტენტური ჟიური. ეს იქნება რაულ ყარაყაული მაგისტერ და ციმე ხო მივეგებოთ მეგობრებო რატო გიდები მადლობა ჩემი დეშე ხო ოფილიყო პირველი დღევანდელ საღამოს დაიწყებს ის ვის გვარშიც უფრო მეტი ყვერი ურევია მაშ ასე შევეგებოთ გელა სამყერაშვილი ტაში ბატონებო მე ლექსის კითხვის ჩემებური ტემბრი მაქვს რომელიც ადამიანებს ხიბლავს რაც შეეხება ლექსის სათაურს, ლექს ქვია სინანული ტრაქტორის გვერდზე. ვინ არის იგი? ქუჩაში რომ ჯვამს, კაცი მდუმარი. ნეტავ რა უჭირს? ქუჩაში რომ ჯვამს, სახლში ხავს სტუმარი? ალბათ ხოში აქვს ქუჩაში მოჯმის, ციდან ფანტელი ლამაზად რომ ცრის. მოედინება ქუჩაში მცღერი, მიაყვარივით და ვიღაც მღერის. ეს ის კაცია, მოჯმას ვერ მორჩა, იქნებ მამპოვა აზრი ცხოვრების. იქნებ ის მიხვდა რა არის შვება და სახეებს ხედა მძღოლების. უბრალოდ ეჯოდა? მაშაკ რა უნდა? ალბათ მე არ ვარ აზრის მპოვნელი. უცებ განათდა,
გავსხილოს თითქოს დამეცა მე იმ დროს ტუზი, როცა იქვე ბუჩქებთან სრულად შემთხვევით რომ დავინახე მე მწრის ბუზი. მწვანე თვალება საოცრად მყრალი, მომავალი საკვები წინა თვე მთვრალი. მასაც ხო უნდა საკვები მსუყე, გაოცებული ყველაფერს ვუმზერ და ამ დროს შევიცან კაცი მდუმარი, არაფერ შუაში ყოფილა სტუმარი. ვაუ მეგობრებო, ახლასო შესანიშნავი ნაწარმოები წარმოვიდგინა ჩვენმა პოეტმა. მე ამ სიტყვებმა დამაფიქრა და მეტი გაგვაძლევდა, სადღაც საათ ნახევარი მაინც ვიფიქრებ ამ სიტყვებზე და მერე დაგიბრუნდებით. ეხლა კი ჩვენი შემდეგი მონაწილე წარდგება ჩვენს წინაშე და ეს იქნება გია ცალკვერაშვილი. გთხოვთ მეგობრებო, ტაშით შევეკებოთ მას. მე ამ ლექსის წერა ჯერ კიდევ იქამდე დავიწყე, სანამ რობოტი ჩამანაცვლებდა. პოემას ქვია რა არის იგი ცხოვრება. თუ შენ ფუტკარი, ხეზე დაისვი, ვანაში იწეკ, მხოლოდ ხე იყო მაღლა, განა რა არის აგი ცხოვრება, სიზმრებს და ფიქრებს ავყევი ჩქარა, უფრინავ ხეზე და მეხიეთ ხეზე, ნებისმიერ 7 წლის ბავშვს სახით ვათრევ ველზე, მე შენ გასწავლი, განა გამადლი, ისეთ ჯანზე ვარ, კაკალს ტეხ ტრაკით, საათებიც მიკეთია ფალოსზე, არ მიყვარს დაგვიანება, მაგრამ ნაშებს ვერ გამოლევ, ახლა ვზივარ და ხის ბურბუშელებს ვაკეთებ, არც ეს ყოფილა მარტივი თურმე, შენ სიარული გგონია ადვილი, მაგრამ თუ ჩაიჯვი, ვერსად ვერ გაივლი. ბრავო, მართლაც სული შემძველი ლექსი წარგვიდგინა ჩვენმა პოეტმა. მე ამ ლექსმა ეს ჩემი გულის სიცარიელე წამართვა, წაიღო სახში, სითბოთ და სიყვარული ჩემივსო და შემდეგ უკან დამიბრუნა. მე არ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ რა ეშველება ჩვენ რაულს, რისი გადაწყვეტილება მოუწეს, მაგრამ მე ვიცი ეს რომ მას ძალიან გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. ასე რომ ბატონო რაულ, მობრძანდით, გთხოვთ. მე რაული ვარ, ყარაყაული და მიკიბულ-მოკიბული ბაზრები არ მევასება. გამარჯვებულია გია ცალკვერაშვილი. აბა ჩვრის უფროსი შენ ხარ, ჩემი დიდი შენ. გია. კაი, მიდი აქედან გავაჭრი მოკლეზე. ხვალ საღამოს ჩემთან გნახავ. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ვუყუროთ. ამას საჭეს. დედო მიწელო. რა გჭირს? სასტრაფოში დავრეკავ. არა, დრო ბევრი აღარ მაქვს. უცხო პლანეტელი ხარ? მისმინე, ეს პლანეტა სადაცაა განადგურდება. რა? ხედა, ჩემს გვერდით. ოდლი რომ აქტია. დალიე, ბოლომდე დალიე. არა მიხსნი რა ხდება? დრო აღარ გვაქვს. სითხე დალიე, იქ ძალას მოგცემს, ძალიან დიდ ძალას. და იქნებ შენ გადაარჩინო პლანეტა, მე ეს ვერ შევძელი. მაპატიე. ნეტარა ძალას მისცემს. ყველაფერი თარსულაში უნდა მოხდეს რა. კარგი? გადაგიღე. ოლიგ, რა ხდება? რა ხდება და ახლახანს მამონტის ფსელი დალიე. ეს კაცი მართლა უცხო პლანეტელი არა, მე დავიჭირა. მამონტის ფსელი სადიშოვებ. კონკრეტულად კაცმა გამომიგზავნა ჩინეთიდან. ახლა ამ ვიდეოს დირეს გავუგზავნი და შენ თავს გადავაყარებ. დირეს? საიდან იცნობ? ჩემი ცხოვრების სიყვარულია, ბიჭო. გეგონა გოგოს დამახევდი და შეგრჩებოდა? რა? დირე გიყვარს? ხო, მერე? რატო დასიდის? დირეს გვარი იცი? ნუ მეგრელია უეჭველი. ნელ-ნელა ყველაფერს გავიგებ. ეფსია. ვის ეფსია? ვის ეფსია კი არა, დირექტორი ეფსია ქვია მაგ გოგოს. ჩემი ბიძაშვილია. დირეს მოფერებით ეძახიან. მეგრელი გოგო შეგიყვარდა, ბიჭო? უკერო დამევასა? ვაიმე! ესეცია. ქეშ. აუ, კომა გაიჩითა როგორც იქნა. მაგამ იგე სული და გული უნდა დაუდნეს, ბიჭო. სერენა და ზღერიან. მე სუქეში კი არ ვიყავი. ადრე ისე მღეროდი, რომ ხო, ბიჭო, ხო.
და თანანზორაც ხო დაიბრიდა უკვე თვეზე მეტია გამიგე და ხელს არაფერი აღარ მიშლის განდრონოს შეყვარებულია კოციში არასდროს არ ყოფილვარ ასწორებს მიდი დაუძახე და დავცხოთ ტიკო გამოდის ბიჭო გამოდის ოპა მოიცა ვა საღოლ ქეშქეშ ქეშქეშად თუ დაივასა ხა მაგარი გადაობა იქნება ტიკო გამომყვები ცოლად შეჩემა რა ცოლად გამოყვები ბიჭო შენ ხوار გაჟრიალებს ერთი თვეა მამა ჩემი მიწაში ჩავდა შენ ნორმალური ხარ ვაფშე იდიოტი მაგარი დაადეს ანსორას გოგომ დამატოტო შიქ ხო არა გაგ ძმა გამიგე მოშა ბიჭო რავი მუცელი კი ავიტკია სიცილით და რავია ბიჭებმა კაროჩე ძალიან მაგარი ბიზნესი სერიები არისო წინ რა ამ ვიდეოს მე ყოველ დღე რაც მაქვს დაგროვილი თითო სერიას დავდებ ხოლმე მოიხოდეთ დალაიქეთ გამოიწერეთ არხი ეს შეკმენას არხია ახალი არხია ახალი რა დაძულდა მაგრამ მეორე არხია და თუ არ გაქვთ გამოწერილი აუცილებლად გამოიწერეთ დებოდა ხო აღწერაშია ყველა ის სერია დარეაქტებული რაც მაქვს წინა სეზონები და წინა სერიები და ასევე შემოქმედის არხია პირველივე ლინკი და თუ ვინმე ხართ არ იყავთ გამოწერილი შემოქმედს დაუფასეთ და მისი არხის გამოიწერეთ ახლა კი დაგემშვიდობებით დიდი სიყვარულით მომავალ რეაქტამდე სასტავი